ეროვნულმა სამსახურმა ახალი შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა. 6 თვეში კი საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და ის შეადგენს 5.8%-ს. ახალ მონაცემებს ბექა პატურაშვილი გაეცნო. ბექა, რა მიმართულებით შეინიშნება ცვლილებები? დიახ, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივნისის თვე შეადარა მიმდინარე წლის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ არასახარბიელოა მაჩვენებლები, რომლებიც დღეს წარმოადგენს 7.7%-ია კლება მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამში და ასევე შემცირებულია იმპორტი 22%-ით, ექსპორტი 14%-ით არის კლება შეინიშნება და დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა ყველა იმ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, სადაც არის მნიშვნელოვანი კლება. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ზრდა შეინიშნება პირიქით, არის სამთო მოპოვება, ფერადი ლითონების მოპოვება, დანარჩენი სფეროების ჩამონათვალი კი ებმის გარკვეულწილად ერთმანეთს და ეს ყველაფერი ბუნებრივია უკავშირდება პანდემიის მდგომარეობას. ტრანსპორტია შემცირებული, ბრუნვა ტრანსპორტის მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტს ეხება ეს განსაკუთრებით, შემდეგ უკვე შემცირება არის ბრუნვის სასტუმროების მიმართულებით, მშენებლობის სექტორზე ისაუბრა ძალიან ბევრი დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა და აღინიშნა, რომ როგორც მშენებლობის ნებართვების გაცემა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებლები არის მნიშვნელოვნად შემცირებული და წარმოებასაც, სამშენებლო მასალების წარმოებასაც ეხება ეს კლება. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იანი ვარდნა. შესაბამისად, 6 თვის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ -5.8%. კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, 22%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა ნაგებობების მშენებლობის. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემოსავლების შემცირება მეტწილად უკავშირდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებას. 95%-ით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების გარდა სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად ადარებს ინფლაციის მაჩვენებლებსაც და ამ მაჩვენებელს უკვე 3 დღეში წარმოადგენს საქსტატი. 3 აგვისტოს გვეცოდინება, როგორია ინფლაციის მაჩვენებელი და ფასების ზრდის მაჩვენებელი სხვადასხვა პროდუქტებზე. მადლობა ბექა პატურაშვილს. დღესაც გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა.